საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ასაკობრივი შეჯიბრება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ქალბატონი სოფო ხვედელიძე. სოფო, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. შესავალში აღნიშნეთ, რომ ძალიან მასშტაბური სპორტული მოვლენა და უპრეცედენტოდ შესაძლებელია ითქვას თავისი მასშტაბის გათვალისწინებით, რომ გვესაუბროთ ნიშნულობაზე და შემდგომ უკვე კონკრეტულად თქვათ რა სახეობებში მოხდება შეჯიბრება და ასე შემდეგ, ამასაც გამამახვილებთ ყურადღებას. დიახ, ნამდვილად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება ტარდება ქვეყნის ფარგლებში. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 12-ვე რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი. ღონისძიება ჩატარდება 17 სპორტის სახეობაში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისეთი სპორტული სახეობებიც არის ჩართული ამ ოლიმპიურ ფესტივალში, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნაკლებად პოპულარულია. თუმცა ჩვენთვის საინტერესო სიურპრიზი იყო ის, რომ ზოგიერთ რეგიონში ზუსტად ასეთი სპორტის სახეობები აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან კარგი სპორტსმენებიც ყავს. რომელ სახეობებზეა საუბარი? თქვენ უკვე თქვით პრინციპში, რომ 17 სახეობაში გაიმართება შეჯიბრი. ნაკლებად ცნობილი სპორტული სახეობები აქედან რომელი არის? აი, მაგალითად, ნაკლებად ცნობილი ის, რომელიც არ არის იმდენად განვითარებული და ხშირად არ გვესმის. იმდენად პოპულარული არ არის დიახ, ტაეკვონდო არის, ქვიშის ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, დანარჩენი სპორტის სახეობები ყველას კარგად არის ცნობილი, მინიფეხბურთიდან დაწყებული, სამზე კალათბურთი და ასე შემდეგ. ეს ღონისძიება ჩატარდება ქალაქ ბათუმში, რომელიც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ვითარდება სპორტული მიმართულებით. მაგალითად, ეხლა სიახლეა ის, რომ საცურაო აუზი შენდება და ჩვენი ერთ-ერთი სპორტის სახეობაც სურვაც არის და ამ ახალ საცურაო აუზზე ჩატარდება ცურვის შეჯიბრი. დიახ, სოფო, ფინალური ასპარეზობა, როგორც ვიცით, თქვენ აღნიშნეთ უკვე, რომ ბათუმში გაიმართება 2-6 ივნისს, მაგრამ ამას წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები და ამაზეც რომ მოგვიყვეთ, თქვათ, რა ასაკის ახალგაზრდები არიან ჩართულები და ყველა დეტალი ალბათ საინტერესოა ამასთან დაკავშირებით. ასაკობრივი ზღვარი არის 14-დან 17 წლამდე. რაც შეეხება შესარჩევ ეტაპებს, ყველა რეგიონში თითქმის უკვე დასრულებულია ყველა სახეობაში, ახლა ზოგიერთი დარჩენილია, მაგრამ უკვე დასასრულს უახლოვდება შესარჩევი ეტაპები. ზოგიერთი რეგიონი მონაწილეებს გამოავლენს სასკოლო ღონისძიების შეჯიბრებიდან, ზოგიერთი რეგიონი თავად ატარებს სხვადასხვა სპორტის სახეობაში შესარჩევ ეტაპებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში და მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის, იმიტომ რომ მუდმივად კომუნიკაციაში არიან, ძალიან კარგად გაითავისეს ამ ღონისძიების მნიშვნელობა, პასუხისმგებლობაც აიღეს, რომ საორგანიზაციო საკითხებს მიხედონ და ჩაიბარონ, ინტენსიურად გვეთანამშრომლებიან და ჩვენ გვაქვს მათი იმედი, რომ დაგვეხმარებიან იმისთვის, რომ ღონისძიება ჩატარდეს გამართულად და მაღალ დონეზე. ეს ფესტივალი, თქვათ, ამ შემთხვევაში კონკურსაც მოიცავს თავის თავში, თუ გამოვლინდებიან გამარჯვებულები ასევე, ესეც საინტერესო არის. შეჯიბრი, ეხლა ცხადია, რომ რაღაცა გამარჯვებასთან ასოცირდება. კი, რა თქმა უნდა, ღონისძიებას ან ფესტივალს გამარჯვებულები ეყოლებათ, ყველა ცალკეულ სპორტის სახეობაში გამოვლინდებიან საუკეთესო სპორტსმენები, გარდა ამისა გამოვლინდება ყველაზე ძლიერი რეგიონი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი და ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი გარდა მასობრიობისა არის ის, რომ გავაღვიძოთ რეგიონებში სპორტული აქტივობები, სპორტული ცხოვრება, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდობაში სპორტული ცხოვრების სტილის დამკვიდრებას და მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებაში.
და ამის ნიშნები უკვე იგრძნობა და შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად მიზანი უკვე მიღწეულია, იმიტომ რომ რეგიონებთან კომუნიკაციაში მუდმივად ვხედავ იმას, რომ არავის უნდა ჩამორჩეს სხვა რეგიონს, უნდათ რომ თვითონაც მაქსიმალურად შეავსონ თავისი კვოტები, რომელთაც უნდა იყვნენ წარმოდგენილი ფესტივალზე და აქვე დავძენ, რომ ჩვენი პირობა იყო თითოეულ რეგიონს მინიმუმ 6 სახეობაში მიიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად თანაბარი კონკურენცია ყოფილიყო რეგიონებს შორის. და მინდა ვთქვა, რომ ეს დავალება შეასრულეს. ფაქტობრივად, როგორც აღნიშნე, უკვე დასრულდა თითქმის შესარჩევი ეტაპები და გუნდებიც როგორც იკვეთება, სრულად აკომპლექტება. ანუ მოთხოვნა უკვე დიდი იყო, ხო? რეგიონების მხრიდან რომ ჩართულიყვნენ ამ ღონისძიებაში, ამ ფესტივალში და პირველი შემთხვევაა, მიუხედავად იმისა, რომ საპილოტია ეს ღონისძიება და წინასწარი რაღაცა ხანგრძლივი ნიადაგის შემზადება ამ ღონისძიებისთვის ვერ მოხერხდა. აი ეს პატარებთ ნაუცბადებად ფაქტიურად, მაინც კომუნიკაცია როგორ დამყარდა, ვთქვათ, სკოლების მეშვეობით, ამ ახალ მოზარდებთან რეგიონებთან და ვთქვათ, აი მოზარდებთან, რომლებიც ჩაერთნენ შემდგომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტს ყავს თავისი რეგიონული წარმომადგენლები, მათი დახმარებით დაუკავშირდით ადგილობრივ თვითმმართველობებს და უკვე მათ ვთხოვეთ, რომ გამოიყოთ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც თავიანთ რეგიონალურ გუნდებს გამოყვებოდნენ ბათუმში, დაგვეხმარებოდნენ ამ გუნდების ორგანიზებაში, ტრანსპორტირებაში, ეკიპირებაში და პრინციპში დანარჩენი ყველა პოზიცია საორგანიზაციო კომიტეტმა თავად ითავა. აქვე დავძენ, რომ ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება სპორტული ღონისძიებები, დიაგნოზ სახეობების შესაბამისად, ყველა სახეობა თავის შესაბამის არენას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა არის მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კომპლექსზე, სადაც 8 სპორტის სახეობა ჩატარდება. გარდა ამისა, ფრენბურთი და ხელბურთი იქნება სხვა სპორტის სასახლეში. ცურვა, როგორც აღნიშნე, ეხლა მიმდინარეობს დასკვნითი სარემონტო სამუშაოები და ახალ საცურაო აუზზე შევალთ. აგრეთვე იქნება მძლეოსნობა, ისიც ვახტანგაძის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ პლაჟის სახეობებიც არის, ანუ ქვიშის ჭიდაობა, მინი ფეხბურთი, ჩოგბურთიც ძველ ბულვარში იქნება. ანუ ძალიან საინტერესოა ისიც, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გადანაწილდებიან, მაყურებლებსაც საშუალება ექნებათ, რომ უბრალოდ გამლელებმაც კი შეამჩნიონ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ამ ქალაქში და თვითონაც მიიღონ მონაწილეობა, ჩაერთონ და გვიგულშემატკივრონ. ნუ შესაბამისად დღეების მიხედვითაც გადანაწილდება ეს ღონისძიებები, ვინაიდან 2-დან 6 ივნისამდე უმასპინძლებს ბათუმი და მართლაც აღსანიშნავია, რომ ბათუმი ბოლო წლებში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის სპორტული მიმართულებით მასპინძლობს ხოლმე. გოგონები რამდენად აქტიურად არიან ჩართული ამ სპორტულ შეჯიბრებებში? ალბათ არის გარკვეული სახეობები, სადაც არ, მაგრამ ნაწილში ძალიან ცოტა ესეთი სპორტის სახეობა სასიხარულოდ ესეც სურპრიზი იყო ჩვენთვის, რომ გოგონები ძალიან ძალის მიერ სპორტის სახეობებშიც კი აქტიურობენ. სულ რაც 1-2 სპორტის სახეობა, ალბათ სადაც სპორტის გოგონები არ მიიღებენ მონაწილეობას, დანარჩენი ყველგან არიან წარმოჩენილი. და ასეთი არის თუ არ ვცდები, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა. ანუ ეს 17 სახეობაც რომ თქვათ ჩამოთვალოთ რა სახეობებში გაიმართება, შეიძლება ხო რომ წავიკითხო? კი, რა თქმა უნდა. ეს არის ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი, 3-3-ზე? დიახ. ეს რას ნიშნავს? გოგონები და ვაჟები ცდილობენ მონაწილეობას. დიახ. აუთდორ კალათბურთი, ან გარეთ იმართება. ეს საბოლოოდ გადაწყდება მოახლოეს დღეებში, ალბათ გაიმართება ვახტანგაძის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილი მოედანია და ნახევარ მოედანზე თამაშობენ, 3-3 მოთამაშე ყავს. ეს ოლიმპიური სახეობა უკვე საკმაოდ ცნობილი. დიახ. მაგიდის ჩოგბურთი, კრივი, მინი ფეხბურთი, სადაც ვაჟები იღებენ მონაწილეობას, მძლეოსნობა, გოგონებიც და ვაჟებიც. მხატვრული ტანვარჯიში, ტაიკვანდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ხელბურთი და აი მონაწილე რეგიონებში წერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რაც ძალიან სასიხარულოა და მეც დამესწარით, მინდა დააღმენიშნა, რომ როგორც ალკე რეგიონი აფხაზეთის გამოდის, რომელიც საქართველოს რა თქმა უნდა ისტორიულად. რა თქმა უნდა, ბევრ სპორტის სახეობაში ღებულობს მონაწილეობას, გარკვეულ დახმარებას ჩვენც უწევთ, რომ შეძლონ ამ გუნდის დაკომპლექტება და ორგანიზებულად ბათუმში მოვლინება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, დიახ, ნამდვილად.
და ყველაზე პოპულარული მაინც რომელი სახეობა არის, აი თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტი მიმდევარი სპორტის რომელ სახეობას ყავს, აი თუ კი ვთქვათ აი ამ ფესტივალის მაგალითზე განვიხილავთ. Ну, რა თქმა უნდა, რაოდენობრივად სათამაშო სახეობები უფრო მეტ ადამიანს მოიცავს, თუმცა დარბაზში ჩვენ ველოდებით, რომ ბევრი მაყურებელი მოვა, აი ზუსტად ძალისმიერ სახეობებზე, ჭიდაობაზე, კრივზე, ძიუდოზე, ყველაზე დიდი დასწრება მაყურებლების მხრივ ამ სპორტის სახეობებზე. და სოფო, როგორც არაერთხელ თქვით, 2-დან 6 ივნისამდე გაიმართება ბათუმში ფინალური ასპარეზობა და აი სანახეობრივი კუთხით ხომ არ არის თქვათ აი რეჟისორული თვალთახედვით რაიმე დაგეგმილი, ანუ როგორ წარიმართება ეს ღონისძიება, რამდენად საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომელიც შესაძლებელია სპორტით მაინც და მაინც არ იყოს დაინტერესებული. დიახ, რა თქმა უნდა, არის გათვალისწინებული ასეთი აქტივობებიც, იგეგმება ექსკურსიების მოწყობა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის. შეიძლება არაერთი ბავშვი იყოს საერთოდ პირველად ბათუმში და გვინდა რომ დავათვალიერებინოთ ეს მხარე. გარდა ამისა, ორში არის გახსნის ცერემონია, რომელიც ანუ ამაზე მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია მუშაობა და გრანდიოზული გახსნის ცერემონია იგეგმება ბათუმის ფეხბურთის სტადიონზე. ყველა მონაწილე, რომელიც ჩავა 2 ივნის ბათუმში, დაესწრება გახსნის ცერემონიას, ხოლო 3 ივნისიდან უკვე დილიდან ჩაერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში. და ბოლო დღეს იქნება ბულვარში დახურვის ცერემონია და ამით დასრულდება ფესტივალი. გასაგები და გამარჯვებულებს რაიმე წამახალისებელი პრიზები თუ გადაეცემათ. რა თქმა უნდა, დაჯილდოვდებიან მედლებით, თასებით, დიპლომებით, ისე როგორც არის ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და ყველა სპორტსმენს, ყველა მოზარდს, ახალგაზრდას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ ოლიმპიურ ფესტივალში. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსი სოფო ხვედელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.